საქართველოს ბანკი ბიზნესების გაძლიერებას და მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად საქართველოს ბანკსა და ბენე ჯგუფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი წეროძემ და ბენე ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ მოაწერეს. პროექტის ჟამური ღირებულება 5,5 მილიონი დოლარია. რომელიც სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ და პროექტის ფარგლებში გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში 13,000 კვადრატულ მეტრზე, აი ამ ფართობზე სრულად თანამედროვე სასაწყობო კომპლექსის მშენებლობა და მოწყობა იგეგმება. დასამალი არ არის და საქმიანმა საზოგადოებამ მე მგონი იცის კიდეც ჩემგან რომ ბენე გრუპს ვერ ვიტყვი რომ დაფუძნებიდან, მაგრამ აი ამ ერთ-ერთი ჟანგვთაღწერელი ნამდვილად ვარ მათი განვითარებისა. ვიცი თითეული პროექტი, რომელიც დღეს უკვე შემდგარი ბიზნესია და ტონს, რომელსაც ისინი აძლევენ ბაზარს სხვადასხვა მიმართულებით, ნამდვილად საამაყოა და მინდა მთელ ჯგუფს და მის დამფუძნებლებს მოკითხვა შემოუთმოთ. დღეს კი სტუდიაში ყავს ბენე გრუპის გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი გოგლიძე, რომელიც ხსნის BMG საქმიან დილას ამ ბლოგს. მივესალმებით და კეთილი იყოს თქვენი ფერხი ჩვენ სტუდიაში. მივესალმებით მაყურებელს. მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მემორანდუმის ფარგლებში რომ გავხსნათ, გიორგი, ჩვენი საუბარი რას გულისხმობს ბენე ჯგუფსა და საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმის გაფორმება და მათ შორის გამოდის რომ ბენე ჯგუფის სტრატეგიულ გეგმებს შეიძლება ითქვას რომ გაცდა და ქვეყნის ლოგისტიკურ განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებსაც კი დგამს. რას ნიშნავს ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის და რატომ შეხვედით აი ამ მიმართულებით? ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენთვის სხვა ეტაპია ბანკთან ურთიერთობის პრინციპში ჩვენ სადღაც წელიწადია რაც ესე თანამშრომლობთ უფრო აქტიურად. ეს მემორანდუმი ალბათ უფრო არის ჩვენი გეგმის, რომელიც წარმოადგენს წლის დასაწყისში მისი გაგრძელება, ესე ვთქვათ, დადასტურება. ჩვენ ბანკს წარუდგინეთ განვითარების გეგმა, რომელზეც, რა თქმა უნდა, შემდგომშიც ვილაპარაკებთ, მაგრამ ეს ძირითადად მოიცავს უფრო სასაწყობო მეურნეობის განვითარებას, რაც ქვეყანაში დღეს პრობლემატურია, რომ დაგჭირდეს დიდი საწყობი, პრინციპში დღეს არ არის ქვეყანაში. და ჩვენ ამ მიმართულებით ვფიქრობთ განვითარებას, ვინაიდან ამ დარგში ვართ, ლოგისტიკა დღეს ვფიქრობთ, რომ წამყვანი მიმართულებაა ქვეყანაში და დროც არა გვაქვს, ესე ვთქვათ, რომ დიდი მომზადებისთვის, ამიტომ ყველამ, ვინც ამ დარგში ვართ, მით უმეტეს ბანკებმა მხარი უნდა დაგვიჭირონ, რამთან მალე შევავსოთ ეს დეფიციტი რა. რას ნიშნავს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასაწყობე ფართი? რას გულისხმობს და რას თავაზობთ თქვენ ბიზნესს? ეს არის A-კლასის საწყობები, მას აქვს თავისი კრიტერიუმები, რომელიც უნდა დაიცვას მშენებლობის დროს. ჩვენ ამას ვიცავთ, მივიდივართ მხოლოდ A-კლასის მიმართულებით, 10,000 და ზევით, რაც კვლევებითაც დაიდოთ, იგივე რა ქვია, კალტენტა გათმა დადო არის დიდ საწყობებზე მოთხოვნა. ჩვენ პრინციპში თავიდანვე ეს გეზი ქონდა აღებული და ჩვენი ხედვები დაემთხვა, რაც ჩვენ მოხარულები ვართ საქართველოს ბანკთან, სადაც ერთი წელია რაც კიდე გავიმეორებ, დავიწყეთ ურთიერთობა და ამჯერად უკვე სხვა ეტაპზე გადავედით რა. ჯამში რა პროექტებზეა საუბარი გიორგი ბენე გრუპს და საქართველოს ბანკს შორის? ჩვენი ხა ჯამში გვაქვს სადაც 50 მილიონ ლარამდე ათვისებული. ეს პატარა არ არის ლოგისტიკური კომპანიისთვის, მგონია რომ რა ვიცი. უპრეცედენტოც არის. სადღაც წლის ბოლომდე ვფიქრობთ 50,000 კვადრატულის უკვე დასრულებული პროექტები გვექნება ხელში. მაგრამ ჯამში გვინდა 100,000 კვადრატზე ავიდეთ, რაშიც საქართველოს ბანკი მხარში გვიდგას მთლიან ჯგუფს. ეს რაც ეხება ამ პროექტს, ლოჯისტიკურ ცენტრს და მთლიანობაში თქვენს და საქართველოს ბანკს შორის არის კიდევ სხვა მიმართულებები? ლოგისტიკის მიმართულებითაც, როგორც ფორვარდინგით, ასევე სატრანსპორტო მიმართულებითაც თანამშრომლობთ, იგივე ბენე ექსკლუზივით ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან. თუმცა სხვა პროდუქტებით, მაშინ ლიზინგი იყო ეს, თუმცა ეხლა უკვე პირდაპირ ბანკთან გვაქვს ურთიერთობა. ასევე ბენე კომფორტის მიმართულებით, ეს არის საცხოვრებელი სახლების მოვლა პატრონობა.
რომელიც ძალიან მოთხოვნადია დღეს და საკმაოდ იზრდება ეს სერვისიც და ვფიქრობ, კარგად ვაკეთებთ ყოველ შემთხვევაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო განვითარდება რა. გიორგი, გეგმებს შორის ბენეჯგუფში რა არის სამონიშნული 2025 წლისა და მათ შორის რაზეც დავიწყეთ საუბარი მემორანდუმის ფარგლებში სასაწყობე ცენტრისა თუ მოიაზრებთ და შესაბამისად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილიც მოიაზრებს თავის მხრივ რომ საერთაშორისო მსხვილი კომპანიების ჩართვაც არ იქნება რთული და რაც თავის მხრივ ცხადია ქვეყნისთვის კაპიტალის შემოდინების ერთ-ერთი წყაროც იქნება. ნუ ჩვენ თავიდანვე ასე ვთქვათ დიდ ბრენდებთან მქონდა ურთიერთობა, ესე მოხდა და საერთაშორისო კომპანიები თავიდანვე ჩართულები და დღესაც მათთან თანამშრომლობთ სხვათა შორის ძალიან დიდი მოთხოვნაა მათგანაც რა იგივე ჩვენ ფოთშიც ვაპირებთ ესე ვთქვათ ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას ალბათ ეს წლის ბოლოს უკვე მორჩება აქ რა ხდება ხა შუა კორიდორი რა თქმა უნდა უფრო და უფრო აქტუალური ხდება და რაც უფრო გარშემო იძაბება და იძაბება ჩვენ მით უფრო აქტუალურები ხდებით კიდევ ერთხელ ვიზა საერთაშორისო კომპანიებს სჭირდება თავისი სტანდარტი რომელიც დღეს საქართველოში ძალიან პრობლემატურია ჩვენ გვინდა მოვერგოთ ამ მოთხოვნებს და მივყვებით რათა დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნებით. თუმცა ქართული კომპანიებისგანაც დიდი მოთხოვნა არის, მაგრამ მათაც უკვე ისინიც უკვე ხვდებიან, რომ ეს A-კლასი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაცული იყოს ყველა ის, ესე ვთქვათ, პროდუქტის შენახვის თუ გადატანის ასე შემდეგ პროცედურები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება რა. მათ შორის ტექნიკა. ანუ იგივე გამწევები ძალიან პრობლემატური არის, ამორტიზირებული არის, დღეს ქვეყანაში არ არის ისეთი ავტოპარკი, რომლითაც ну, პრინციპში მოემსახურებოდით. ანუ ინფრასტრუქტურა არის ან შესაქმნელი, ან შესაძლებელი. ყველაფერი შესაქმნელია, ამიტომ აქვს ძალიან დიდი როლი ბანკებს. ძალიან კარგია რომ გამოიხედეს ლოგისტიკისკენ, ანუ ჩვენ მაინც კი იცი, რამდენი ხანია ჩვენ ამას ვიძახით, რომ ლოგისტიკას სჭირდება ყურადღება. რა დღეს ამ ყურადღებას ვგრძნობთ, ეს მემორანდუმიც ამის გამოხატულება იყო და დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ბანკებიც და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან, მათ შორის სოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ისედაც ჩართულები არიან პრინციპში და შეიქმნება კიდე ახალი პროდუქტები, იგივე ფაქტორინგის გისმენდით და ფაქტორინგული მოსულ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი არის საქართველოში. ალბათ პირველმა ჩვენ დავიწყეთ ამის გამოყენება ზოგადად ლოგისტიკაში. ამის გარეშე სოფლიოში ლოგისტიკა არ არსებობს რა ფაქტორინგის გარეშე რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ალბათ ამ პროდუქტსაც განავითარებენ და დიდ ყურადღებას დღეს ჩვენ ბანკებისგან გძნობთ ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ ახსენეთ ფოთში ახალი ლოჯისტიკური ცენტრი, სასაწყობო მეურნეობა, კიდევ რა არის ჯგუფის გეგმებში? ჯგუფს ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. Ну, ჯგუფის კიდევ ერთხელ ვიძახით, ჩვენ გვინდა რომ შევიძინოთ ახალი ტექნიკა, ესე ვთქვათ, გამწევები, რომელიც ძალიან გვჭირდება. ასევე ფოთში ვაპირებთ, ეხა განვიხილავთ ასევე ნატახტარშიც ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას. ჩვენი ფოთში მოწყობა მიდის გიორგი უკვე? კი, უკვე მიდის სამუშაოები მიდის რა. და თავარი რა არის რა, ჩვენი როგორც გუნდის ესე ვთქვათ, мотивация არის, რომ რაღაცა ყოველთვის იყო, რომ თამაშის წესები შეგვეცვალა რა და ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყოველ შემთხვევაში იმ მიმართულებით ვცდილობთ, რომ კარგად გავაკეთოთ. მივდივართ ამ გზით და საქართველოს ბანკიც ვფიქრობ ის კომპანია, რომელიც ჩვენ აი ამ ფილოსოფიაში ჯდება რა. წარმატებები ბენე გრუპს, მადლობა გიორგი გოგლიძეს, ამ ჯგუფის გენერალურ დირექტორს და თანადამფუძნებელს მობრძანებისთვის. მოკითხვების საუკეთესო სურვილებით ყველას.